მოიპოვეთ სასუფეველი ღვთისა რა შიში და წიწოლი ეს ნიშნავს იმას რომ ადამიანი ყოველი თავისი ცხოვრების მანძილზე უნდა ახერხებდეს და ფიქრობდეს მარადიულობაზე, ფიქრობდეს ქრისტე ღმერთზე, ფიქრობდეს სასუფეველზე, ფიქრობდეს მცნებების შესრულებაზე და როდესაც ეს ახერხებს ადამიანი ცხოვრებას, მაშინ მისი მეორე სამჯავროც იქნება უკვე დამაგვირგვინებელი იმ ღვაწლისა, რომელიც მან განვლო თავისი ამ ქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში და ეს მეორე სამჯარო იქნება უკვე გამსაზღვრელი იმისა, თუ როგორი იქნება ჩვენი უკვე საბოლოო სამჯავრო, საშინელი სამჯავროს დროს. ამიტომ ჩვენ უნდა მივაქციოთ ამას უდიდესი ყურადღება. და შემდეგ მესამე სამჯავრო, ეს არის უკვე ფაქტიურად გადაწყვეტილი სამჯავრო, როდესაც პირველი და მეორე სამჯავრო ადამიანს აქვს ღირსეულად გავლილი, რომ მან თავისი ცხოვრებით იცხოვრა რამდენადაც მას შეეძლო ქრისტიანულად დევნიდა თავისი ცხოვრებიდან იმ უკეთურ აზრებს, იმ უკეთურ ცოდვებს, რომლებიც უხვად გვეხვევა ჩვენ თავს და საბოლოოდ სიკვდილის ჟამსაც წარდგა ღვთის წინაშე, როგორც ეს შეეფერება მართლმადიდებელ ქრისტიანს, შემდეგ უკვე იწყება მისთვის ადამიანისთვის ლოდინი მარადიული ნეტარი ცხოვრებისა და აი ასეთ მდგომარეობას წმინდა მამები ამბობდნენ, რომ უკვე იყო სანატრელი მდგომარეობა, ვინაიდან თავად პავლე მოციქულიც კი წერს თავის ეპისტოლეებში ამის შესახებ, რომ უკვე მას ჰქონდა იმისი ღრმა რწმენა, რომ მოიპოვებდა სასუფეველსა ღვთისასა და იყო ამ ქვეყანაზე მხოლოდ იმისათვის, რომ ემსახურა ადამიანებისათვის, რომ ეკადაგა კიდევ ეკადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება, თორემ მისთვის უკვე საწადელი იყო ის მარადიულობა, რომელიც მისთვის იყო გამზადებული. ესეა გამზადებული ყველა ჩვენთაგანისათვისაც მარადიული ნეტარი სამყოფელი, ერთადერთი რაც გვჭირდება ჩვენ, ეს არის სწორი სულიერი ცხოვრება, სწორი მოღვაწეობა, რომელიც მოგვაპოვებინებს აი ამ მარადიულ ნეტარ ცხოვრებას. და ბოლოს უკვე, როდესაც აი ამ ორ სამშაბლოს გაივლის ადამიანი ღირსეულად, უკვე საბოლოო სიტყვა უკვე მეორედ მოსვლის დროს იქნება, როდესაც ყველა ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში, ვინც კი ოდესმე ცხოვრობდა დედამიწის ზურგზე, ჩვილი პატარა თუ უღრმა მოხუცებულობაში მყოფი ასაკში მყოფი ადამიანი წარდგება ღვთის წინაშე, ისინი წარდგებიან უпростоრად ყველა ჩვენთაგანი წარდგებით ქრისტეს სრულყოფილების ასაკში, რომელსაც ქვია 33 წელი, ეს იქნება ის ადამიანი წარდგება იმ სხეულში, როგორიც ჰქონდა ქრისტეს აღდგომის დროს და ეს იქნება ის მარადიულობის დასაწყისი, რასაც ქვია უკვე ახალი ცა და ახალი მიწა, რომელსაც დაემკვიდრებენ მართლები. ხოლო ვინც თავისი ცხოვრებით იცხოვრა ბოროტად, იცხოვრა ეშმაკისეული განზრახვით, ვინც იცხოვრა არაეკლესიურად, ვინც იცხოვრა არა მხოლოდ არაეკლესიურად, არამედ პირდაპირ ებრძოდა ეკლესიას, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ მათი ხვედრი იქნება მარადიული სატანჯველი. ამის შესახებ არაერთგზის გვაფრთხილებდა ჩვენ მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე. დაეღბერთმა ქნას, რომ ყველა ჩვენთაგანმა ღირსეულად განვლოთ ეს სამსჯავროები და დავემკვიდროთ მარადიული სასუფეველი ღვთისა. ამინ. ღმერთმა გაგლოცოთ და წყალობა და კურთხევა არ მოგაგონებსა და დაზისა და დასავლისა წმინდისა და ამინ. ძმანი და თანა, დღეს ჩვენ მოვიხსენებთ სული გარდაცვალებულთა მონათა და მხეოთა ღვთისათან ჩვენი ახლობლები და ოჯახის წევრები ბევრიდან გარდაცვლილთა და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი წარდგება ღვთის წინაშე და აი ამ საშინელი სამსჯავროს ხვედრი ყველა ადამიანისათვის იქნება ინდივიდუალური და ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების და მიხედვით განაწესებს თავისუფალი ნებით ირჩევს
იმ არჩევანს, რომელსაც შემდეგ ღმერთი გამოუტანს მას. ამიტომ, როდესაც საუბარია საშინელ სამსჯავროზე, ხშირად ადამიანი მხოლოდ მეორედ მოსვლის სამსჯავროს იხსენებს და ასოცირდება მასთან. მაგრამ წმინდა წერილი საუბრობს სამ სამსჯავროზე. პირველი, ეს არის სამსჯავრო, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ამ ქვეყანაზე ცხოვრების დროს აკეთებს არჩევანს, იქნება ის ქრისტესთან თუ არ იქნება მასთან. მეორე სამსჯავრო, ეს არის სამსჯავრო სიკვდილის ჯამს, თუ როგორები ვიქნებით ჩვენ აი ამ სიკვდილის დროს და მესამე იქნება უკვე ის საბოლოო სამსჯავრო მეორედ მოსვლის დროს, როდესაც საბოლოოდ განიკითხება ყოველი ადამიანი. ამიტომ ყველა ადამიანს ჯერ კიდევ ამ ქვეყნად ცხოვრების დროს ეძლევა საშუალება თავისუფალი არჩევანის, რომ აირჩიოს სიკეთე, აირჩიოს ნათელი ქრისტესი და შემდეგ დაემკვიდროს მარადიული ნეტარი ცხოვრება. როდესაც ვსაუბრობთ პირველ სამსჯავროზე, აქ მსჯავრდებული ქრისტე არ გახლავთ, იმიტომ რომ ის როგორც თავად ამბობს, არა მოვედი მე საჯულად ამბობს, არამედ ამ სასჯელს ფაქტიურად ადამიანი თვითონ გამოუწერს ხოლმე საკუთარ თავს. ანუ იმისდა მიხედვით, თუ ვის ვირჩევთ ჩვენი ცხოვრების მეგზურად, ქრისტე ღმერთს, ჭეშმარიტებას თუ ეშმაკის მსახურებას, ამისდა მიხედვით ადამიანი აკეთებს არჩევანს ღვთის წინაშე და ეს სამსჯავრო, რომელსაც ადამიანი გამოუტანს ხოლმე განაჩენს ღმერთს, ეს იქნება შემდეგ შემოუტრიალდება მას და ამისდა მიხედვით განიზომება მისი ხვედრი შემდეგ უკვე მარადიულ ცხოვრებაში. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ეკლესიის ჭეშმარიტებაზე, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვინ არის ქრისტე, როგორ მოიხსენიებს მას საზოგადოება, მას ეს თავად აინტერესებდა კიდეც, როდესაც მოციქულებს ეკითხება, ვინ ვგონი ვარ მე. და ზოგი ამბობს, რომ ის გონიათ წინასწარმეტყველი, ზოგი სხვადასხვა რამეს ამბობს და შემდეგ თავად პეტრე მოციქული ამბობს, რომ შენ ხარ მესიაო, ქრისტე. და აი ეს არის დამაკმაყოფილებელი პასუხი წამოდა. ჩვენ თუ ფიქრობთ, რომ მავანი უბრალოდ რომ ქრისტეს შეამკობს კარგი სიტყვებით, რომ ის იყო დიდი წინასწარმეტყველი, რომ ის იყო დიდი რეფორმატორი, რომ ის იყო მოწყალე კაცი და ასე შემდეგ, ეს შემკობა სიტყვიერი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ვინაიდან ქრისტე არის ღმერთი, განკაცებული ღმერთი. ის არის სრული ღმერთი და სრული ადამიანი. და ვინც ფიქრობს, რომ აი ესეთი სიტყვებით, ან მსჯელობებით, ან იდეოლოგიებით, ან რელიგიებით მოიხსენოს ქრისტე სხვაგვარად, ვიდრე ეს არის ჭეშმარიტი სწავლება მართლმადიდებლური ეკლესიისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ესეთი ადამიანი დააყენებს თავის თავს ეკლესიის მიღმა. ესეთ ადამიანს არ ექნება არანაირი საერთო ქრისტე ღმერთთან. ამიტომ თვითონ მაცხოვარიც ამბობს ხოლმე, რომ სასჯელი ამასოფლისა ესე არსო, რომ ადამიანებთან მოვიდა ნათელიოდან, ადამიანებმა კი აერჩიეს ბნელი. ანუ აი ეს თავისუფალი არჩევანი გახლავთ, ესე იგი პირველი სამსჯავრო ადამიანისა, როდესაც თავად ადამიანი ირჩევს ვისთან იყოს ის, ქრისტესთან თუ ეშმაკთან, ქრისტესთან თუ ამასოფლის სულისკვეთებასთან. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ არც ერთთან ვიქნები და არც მეორესთან და იფიქრებს, რომ ამითი დაიჭიროს მან პასიური მდგომარეობა, უნდა ვიცოდეთ, რომ მან უკვე გააკეთა თავისი არჩევანი და ეს არჩევანი იქნება ყოვლად მიუღებელი და საბოლოოდ მარადიულ სატანჯველის ღირსის ხდება ესეთი ადამიანი. ამდენად ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთან სასუფეველი ღვთისა ამ ქვეყანაზევე იწყება. ვიწყებ ჩვენ კეთილგონიერებით ცხოვრებას, მაშინ დავასრულებ ჩვენს ცხოვრებას
მარადიულ ნეტარებაში. თუ არ ვირჩევთ მარადიულობას, მაშინ ჩვენ ვიქნებით უკვე აი მარადიული წვიადის ღირსები. შემდეგი სამგზავრო, რომელიც შესახებაც წერია წმინდა წერილში, ეს არის ჟაბი სიკვდილისა. ამ ჟამს ყველა ჩვენთაგანი უნდა უფრთხოდეს. ვინაიდან შეიძლება ადამიანმა კარგად დაიწყოს თავისი სულიერი ცხოვრება, მაგრამ შეიძლება სავალალოდ დაასრულოს ის. უამრავი მაგალითი ამისი გახლავთ წმინდა ეკლესიაში, ისტორიაში, როდესაც ადამიანი იწყებს კარგად, მაგალითად კარგი ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ ბოლო წუთას, როდესაც ეს მოწამეობრივ აღსასრულს ეხებოდა, ან სხვა მაგალითებია მსგავსი, როდესაც ადამიანი უარყოფდა კიდეც ბოლო მომენტში ქრისტეს. რა თქმა უნდა, ესეთი ნაბიჯის დროს მას ყოველივე რაც კი უღვაწია მის ცხოვრებაში, იქნება წყალში ჩაყრილი. და პირიქით, ეკლესიის ისტორია საუბრობს უამრავ მაგალითზე, როდესაც ადამიანი არ ცხოვრობდა ქრისტიანულად, მაგრამ ბოლო მომენტში მან აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, მთელი გულით და სულით მიიღო ის და დაემკვიდრა სასუფეველი ღვთისა. ესეთი იყო ის ჯვარცმული ავაზაკი, რომელიც ქრისტეს გვერდით გააკრეს. ასეთი იყო უამრავი მოწამე, რომელიც თავიდან იყო მწამებელი და ჯალათი და შემდეგ იხილა რა ქრისტეს ჭეშმარიტი სასწაულები და საოცარი ღვაწლი მოწამეებისა თავად გახდნენ უდიდესი მოწამეები და არიან მეოხნი წინაშე ღვთისა. ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს ყოველივე, რომ ადამიანი ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდეს აი ამ დღეს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ვისაც ახსოვს თავისი უკანასკნელი დღეო, ის არასდროს შეცოდავს. ანუ ჩვენ მარად გვევალება იმისი ხსოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ვარ ჩვენ ეკლესიის წევრები, რომ ვიმყოფებით ეკლესიაში და ვლოცულობ და ვეზიარებით და ვართ ამსარებელი, მაგრამ არ არის საკმარისი ამისი უпростоრად